ეს პროცესის და მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილია, რასაც პირადად გვითხრეს გადავამოწმებ და დავრთმუნდებით, რომ ისინი პასუხს აგებენ თავიანთ სიტყვებზე. და თუ ეს არ მოხდება, პრეზიდენტმა უკვე მკაფიოდ დააფიქსირა ის სამხედრო შედეგები, რომელსაც ირანის რეჟიმი შეეჯახება, თუ ისინი არ შეასრულებენ ნათქვამს. კერძოდ კულისებში, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი უფრო გონივრულები არიან, ეს ადამიანები კულისებში პირად საუბრებში უფრო გონივრულად იქცევიან. განსხვავებით წინა ლიდერებისგან, რომლებიც ახლა ჩვენთან აღარ არიან, რადგან მათ მოატყვეს შეერთებული შტატები და მოგვატყვეს მოლაპარაკებებში, რაც პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამ მიზეზით ბევრი მათგანი მოკლეს. ეს ირანისთვის კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობაა, სწორად მოიქცეს, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე და მიაღწიოს შეთანხმება სამ პრეზიდენტთან. თუ ისინი შეეჯახებიან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მძიმე შედეგებს, რასაც ყოველდღიურად ხედავენ ამ ოპერაციის დროს. შესახებ DHS-ზე, რამდენხან შეუძლია ადმინისტრაციას გააგრძელოს TSA-ისთვის გადახდა კონგრესის ქმედების გარეშე. და არ მინდა ჰიპერბოლიური ვიყო, მაგრამ ფაქტია, რომ აეროპორტები ნამდვილად იყო ის მტკივნეული საკითხი, რომელმაც ორივე მხარე აიძულა ერთმანეთთან ესაუბრათ. გულისხმობ, ხედავთ რაიმე გზას, რომ DHS გაიხსნას. შესაძლებელია ეს გაგრძელდეს შუალედურ არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება, ვგულისხმობ. პრეზიდენტი ვერ შეძლებს მუდმივად ხელს აწერდეს მემორანდუმებსა და პროკლამაციებს ყოველ ჯერზე, როცა კონგრესი თავის საქმეს ვერ ასრულებს. სანამ დემოკრატები მთელ ჩვენს ქვეყანას მძელულად ამყოფებენ. არჩევენ, რომელი სააგენტოები დააფინანსონ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა არ მოსწონთ, ასე არ უნდა მუშაობდეს სისტემა. მათ 7 ჯერ მისცეს ხმა DHS-ის დაფინანსების წინააღმდეგ პარტიული და პოლიტიკური მიზეზების გამო. ამიტომ კიდევ ერთხელ პრეზიდენტი ჩაერია, რომ ამ მომენტში სწორი რამ გაეკეთებინა. მაგრამ ის ასევე მოუწოდებს კონგრესს დაბრუნდეს ვაშინგტონში, რათა საბოლოოდ მოაგვაროს ეს პრობლემა და სრულად დააფინანსოს და გახსნას შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტი. კაროლინე, ორი კითხვა მაქვს, ერთი TSA-ზე და მეორე ირანზე. TSA-ზე. ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის, რომლებიც უყურებენ ამ ბრიფინგს, რამდენი დრო დასჭირდება, რომ ყველაფერი ნორმალურად დაბრუნდეს აეროპორტებში. პრეზიდენტის ქმედების შემდეგ ირანთან დაკავშირებით და ვადასთან დაკავშირებით ტრამპმა თავდაპირველად 4 კვირაზე ისაუბრა. დივანმა რუბიომ პარასკევს თქვა, რომ შეიძლება კიდევ 2-4 კვირა დასჭირდეს. 2-4 კვირა კიდევ 2-4 კვირა 4 კვირა არის ვადა, რომელსაც მთავრობა ამ ეტაპზე განიხილავს. რაც შეეხება გრაფიკს, პრეზიდენტი, მთავარსარდალი და პენტაგონი აცხადებენ, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის ვადა 4-დან 6 კვირამდეა, დღეს 30-ია. ასე რომ კიდევ ერთხელ უბრალოდ უნდა გამოვთვალოთ, რომ გავიგოთ, კიდევ რამდენი დრო სჭირდება პენტაგონს ოპერაცია ეპიკური რისხვის მიზნების სრულად მისაღწევად. რაც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. ირანის საზღვაო ძალების განადგურება, მათი ბალისტიკური რაკეტების განადგურება, რაკეტებისა და დრონების წარმოების ინფრასტრუქტურის დედემონტაჟი და მათი მარიონეტული დაჯგუფებების მნიშვნელოვნად დასუსტება. ამ ოპერაციის განმავლობაში და რა თქმა უნდა ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთაც, რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, სტივენ, TSA-სა და აეროპორტების შესახებ, არაფერი დაბრუნდება ნორმალურ მდგომარეობაში, სანამ დემოკრატები სწორად არ მოიქცევიან და სრულად არ დააფინანსებენ ამ სააგენტოს. კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა ჩაერია, რათა სწორად ემოქმედა და დაესრულებინა ეს კრიზისი საჰაერო ტრანსპორტსა და ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში, მაგრამ კიდევ ერთხელ კონგრესმა უნდა დაბრუნდეს. დემოკრატებმა უნდა დააფინანსონ შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტი, რათა ოფიციალურად შევძლოთ ამ შესანიშნავი თანამშრომლებისთვის გრძელვადიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა. მისი სახელია ჯონათან კაროლაინი. ორი კითხვა ომის ხარჯებთან დაკავშირებით. სპარსეთის ყურის ომის დროს 90-სა და 91-ში არაბულმა ქვეყნებმა გადაიხადეს ხარჯების უმეტესი ნაწილი. ქუვეითი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ვინ იხდის ამ ომის ხარჯებს? ეს არაბული ქვეყნები მზად იქნებიან გადაიხადონ. კარგი ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რაზეც პრეზიდენტს ნამდვილად ექნება ინტერესი, რომ მათ ამის გაკეთება სთხოვოს. არ ვაპირებ მასზე წინ წასვლას, მაგრამ ეს ნამდვილად იდეაა, რაც მას აქვს და აუცილებლად კიდევ მოისმენთ მისგან ამ საკითხზე. და მეორე მხრივ დიზელის ფასი საშუალოდ გალონზე 5.38 შეადგენს. დღეს რა არის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი იმ სატვირთო მანავნილი, იმ სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის, რომლებიც ასეთ მაღალ საწვავის ხარჯებს აწყლებიან. ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენ გესმით, გისმენთ, გხედავთ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნავთობისა და დიზელის ფასების ამ მოკლევადიან მერყეობას. და სწორედ ამიტომ პრეზიდენტი და ადმინისტრაცია რაცია მუდმივად აცხადებენ მტკიცე ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. როგორც იცით, პოლიტიკური რისკის დაზღვევა ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეიძინონ სანქცირებული ნავთობი მხოლოდ მიწოდების გასაზრდელად. ამავდროულად ჩვენ მუშაობთ 400 მილიარდი ბარელი ნავთობისა და რაფინირებული პროდუქციის გასათავისუფლებლად. ასევე გამოვეცით ჯონსის კანონის გამონაკლისი 60 დღით.
ეს ყველაფერი მიზნად ისახავს მიწოდების გაზრდას, რათა ამ პერიოდში ბაზარზე სტაბილურობა შეიქმნას. მაგრამ მთავარი გზავნილი, როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, არის ის, რომ ეს არის მოკლევადიანი ქმედებები და მოკლევადიანი ფასების მერყეობა, გრძელვადიანი სარგებლისთვის. იმ საფრთხის დასრულება, რომელსაც ირანი წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის რეგიისთვის რეგიონში. და უზრუნველყოს, რომ ამ რეჟიმს აღარ შეეძლოს მსოფლიო ენერგიის თავისუფალი ნაკადის კონტროლი ჰორმუზის სრუტის გავლით, რისთვისაც მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის. კაროლინე ჯენიფერ, მხოლოდ ორი კითხვა. რომელი ჯენიფერი? მე წავიდოდი? ორივე. გააგრძელე, ორი კითხვა ჩინეთზე და ირანზე. ჩინეთზე. პრეზიდენტის პეკინში გამგზავრებამდე სამუშაო შეხვედრა გაიმართება მდივან ბეზანტთან და ჯეიმს ონგრირთან. როდის იქნება? არ ვიცი, ვიმედოვნებ, რომ კაბინეტის წევრები ჩინეთში პრეზიდენტზე ადრე გაემგზავრებიან. მათი განრიგის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც იცით, ეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ვესაუბრები ხაზინას და კაბინეტს, რომ ეს პასუხი მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ველით, რომ ისინი დროზე ადრე გაემგზავრებიან. კარგი, დიდი მადლობა. და ირანის შესახებ. თუ ირანი არჩევს, რომელი ნავთობის ტანკერები გაივიან სრუტეში და თუ გავითვალისწინებთ მათზე მაღალი გადასახადების დაწესებას, დიახ. და როგორ შეესაბამება ეს პრეზიდენტის გზავნილს, რომ სრუტე უნდა იყოს ღია? მართლა უჭერს ადმინისტრაციამ ხარს სისტემას, სადაც ირანი ამ ხომალდებს გადასახადებს ახდევინებს, რომ კონდეთ წვდომა. ჩვენ ამას არ უჯერთ მხარს და უარყოფდი იმ აზრს, რომ ისინი შერჩევით არჩევენ. ეს ნავთობის ტანკერები ადრე გამოცხადებული 10 და ახალი 20, რომლებსაც უახლოეს დღეებში ველით, არის პირდაპირი და არაპირდაპირი მოლაპარაკებების შედეგი აშშ-სა და ირანს შორის. ამიტომ ისინი ვერ გაიuliდნენ პრეზიდენტის დიპლომატიისა და მისი გუნდის ჩართულობის გარეშე. ველით სრულ შესაბამისობას ამიერიდან და კვლავ ძალიან მჭიდროდ მუშაობთ ამ საკითხზე. Caroline. გმადლობთ სცენაზე და კულისებში იქ უკან ზუსტად იქ. თქვენ ხელით ძალიან ხიარულად აწიეთ, გააგრძელეთ, შეიძლება უბრალოდ ხელის დაქნება იყოს. Hana News Nation-ი, გმადლობთ. მაქვს ორი სწრაფი კითხვა თქვენთვის. არსებობს ცნობები, რომ რესპუბლიკელები განიხილავენ ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების შემცირებას, რათა დააფინანსონ პენტაგონისა და ოპერაცია Epic Fury-ს 200 მილიარდი. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ასეთ გაცვლას. მე ვნახე ეს ცნობები, მაგრამ პრეზიდენტთან ამაზე არ მისაუბრია და არც მსმენია, რომ ეს თემა მაღალი დონის შეხვედრებზე გაახიულიყო თეთრ სახლში. დასკვნით პოზიციას არ დავიკავებ, რადგან ეს საკითხი აქ დასავლეთ ფლიგელში განხილული არ მსმენია. მეორეც ვიცი, რომ ტრამპი ამბობს, რომ ირანში სამხედრო მიზნების მიღწევის ვადებში წინ ვართ. მან ამ კონფლიქტისთვის 4-დან 6 კვირამდე პერიოდი განსაზღვრა და უკვე მეხუთე კვირაში ვართ. მაშინ როგორ შევათავსოთ ეს? გრაფიკი 4-დან 6 კვირამდე იყო. თქვით, რომ ოპერაციის 30 დღეს ვართ. მე მოგაწოდოთ პენტაგონის განახლებები მიღწეულ მიზნებზე და შეიარაღებული ძალები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიამაყოთ შეიარაღებული ძალები იმისთვის, რაც მათ ბოლო 30 დღის განმავლობაში გააკეთეს. მისია გაგრძელდება მანამ, სანამ მიზნები არ იქნება მიმიღწეული და 4-დან 6 კვირამდე ვადა ძალაში რჩება. ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერი მაქვს. დიახ, ისევე როგორც სხვები, ერთი ცაზე, ერთი ირანზე, ირანზე. ვიცი, რომ ჰიპოთეზებზე საუბარი რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, რომელზეც შეგიძლიათ ისაუბროთ. თუ პრეზიდენტი მართლაც შეეცდებს, ალბათ ამას ვერ მოვისმენთ. ასე რომ თუ პრეზიდენტი ან ოკუა გადაწყვეტენ სახმელეთო ომში ჩართვას, ის კონგრესისგან მოითხოვს ამის ნებართვას. მოусმინე. პრეზიდენტს არაერთხელ დაუსვეს კითხვა სახმელეთო ჯარების ან სავარაუდო სახმელეთო ოპერაციების შესახებ. მან რა თქმა უნდა უარი თქვა ამ შესაძლებლობის გამორიცხვაზე. პენტაგონის მოვალეობაა პრეზიდენტს მაქსიმალურად ბევრი შესაძლო ვარიანტი მიაწოდოს. ეს არ ნიშნავს, რომ მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და არც იმას, რომ მედიისთვის ამის შესახებ არ ეცნობებინა, რათა მტერი არ გაეფრთხილებინა. რაც შეეხება კონგრესის მოთხოვნების შესრულებას და კანონის უზენაესობის დაცვას, მთავრობა ამას ყოველთვის გააკეთებს. პრეზიდენტს აქვს ღრმა პატივისცემა კონგრესის როლის მიმართ ყველა სამხედრო ოპერაციაში. სინამდვილეში ოპერაცია Epic Fury-ს დაწყებამდე მთავრობამ კონგრესს და რვიანთა ჯგუფს წინასწარ თავაზიანი შეტყობინება გაუგზავნა. გარდა ამისა, მაღალი თანამდებობის პირები, კაბინეტის წევრები და მდივნები ბოლო 30 დღის განმავლობაში რამდენჯერმე მივიდნენ კონგრესში, რათა ჩაეტარებინათ ეს მნიშვნელოვანი გაცნობიკი ბრიფინგები, ყოველთვის როცა ეს მოთხოვნილი იყო. ეხლა რაც შეეხება TSA-ს, რამდენიმე ტრამპის მხარდამჭერი მოვიდა ჩემთან და მკითხა პრეზიდენტის მემორანდუმის შესახებ, რომელიც DHS ავალებს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას. ვიცი, რომ ესეთი მასშტაბის შეჩერებაში ბევრი მოლაპარაკებაა ჩართული. რატო არ გასცა პრეზიდენტმა ეს გადახდა TSA-ის თანამშრომლებისთვის მანამდე? ეს დემოკრატების ბრალია, რომლებმაც 7-ჯერ მისცეს ხმა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელახლა გახსნის წინააღმდეგ, რის გამოც ეგზისტენციურ კრიზისში აღმოჩნდით.
გულისხმობ იმას, რომ თქვენ ნახეთ რიგები ქვეყნის რამდენიმე მთავარ აეროპორტში. ამერიკელი მოგზაურები ნამდვილად იხდიან ფასს დემოკრატების პარტიული თამაშების გამო. პრეზიდენტმა ითანამშრომლა თავის იურიდიულ გუნდთან და ბიუჯეტის ოფისთან, რათა გადაეჭრა ავიამგზავრობის კრიზისი მთელ ქვეყანაში. და სწორედ პრეზიდენტის წყალობით არიან TSA-ის აგენტები და იგივეა. მაგრამ ის მოუწოდებს კონგრესს დაბრუნდეს ვაშინგტონში და აფინანსოს და სრულად გახსნას შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტი. სარა, რა თქმა უნდა, მე ლინდსეი აილეს The Wall Street Journal-დან ვცდილობ შევათანხმო მთავრობის მთავარი მიზნები. ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შემთხვევაში ტრამპი გაიმარჯვებდა და დაასრულებდა ოპერაციებს 4-ვე მიზნის მიღწევით, თუნდაც სრუტეში გადაადგილება ნელა გაგრძელებულიყო. ნახეთ, როგორც არაერთხელ თქვი და როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, ოპერაცია ეპიკური რისხვის მიზნებია ირანის საზღვაო ძალების განადგურებამ, მისი ბალისტიკური რაკეტების განადგურებამ, თავდაცვის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დაშლამ, რომელიც აწარმოებს შეიარაღებას, რაც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს და ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა. სრუტის ხელახლა გახსნა არის ის, რაზეც მთავრობა მუშაობს, მაგრამ მთავარი მიზნები ამერიკელ ხალხს უკვე განუსაზღვრა მთავარსარდალმა დერეკ გთხოვ მოусმინე. პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა მუქარა ირანის ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ, მათ შორის ელექტროსადგურების, ნავთობის საბადოების, ჰარგის კუნძულისა და განმტკნარების ქარხნების. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, როგორიცაა ეს ობიექტები, აკრძალულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. რატომ ემუქრება პრეზიდენტი იმ ქმედების ჩადენას, რომელიც ომის დანაშაულად ჩაითვლება? როგორ შეიძლება ეს შეათავსოს იმ ფაქტთან, რომ მთავრობა არაერთხელ აცხადებს, თითქოს თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობას მიზანში არ იღებენ? ნახეთ, პრეზიდენტმა ამ ეტაპზე საკმაოდ მკაფიოდ აუხსნა ირანის რეჟიმს, როგორც ამას ადასტურებს განცხადება, რომელიც ახლახან წაიკითხეთ. რომ მათთვის საუკეთესო არჩევანი შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებიც მათ წარმოსახვას სცილდება და პრეზიდენტს არ ეშინია მათი გამოყენების. ეს არ მithქვამს გარეთ და შენ სიტყვა პოტენციალს მიზეზით იყენებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ექსპერტი კარნახობს ამას ყურში, რათა ეს კითხვა დამისვა. რა თქმა უნდა, ეს მთავრობა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ყოველთვის იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, მაგრამ ოპერაცია ეპიკური რისხვის მიზნების მისაღწევად პრეზიდენტი ტრამპი შეუფერხებლად იმოქმედებს და ის ელოდება, რომ ირანის რეჟიმი შეთანხმებას დადებს მთავრობასთან. რომელი ამ მიზნებიდან უფრო მეტად ისარგებლებდა მარილიანი წყლის გამწმენდი ქარხნის განადგურებით? მადლობთ კაროლი, მინდა ირანზე დაუბრუნდე, როცა აღწერთ, რომ ირანელები ვისთანაც კონტაქტობთ, უფრო გონივრულად იქცევიან. ამჯერად განხილვისას კონკრეტულად რას ისმენთ, რაც ამ დასკვნამდე მიდიყვანთ და როგორ განსაზღვრავთ, რა არის გონივრული და რა არა. ახლა არ დავკონკრეტდები იმ პირად და სენსიტიურ საუბრებზე, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარეობს. მაგრამ ზოგადად პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი, რასაც ამბობენ უფრო გონივრულია. ისინი დაეთანხმნენ რამდენიმე პუნქტს შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც პრეზიდენტმა გუშინ ღამით თქვა Air Force One-ში. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ არ გავამჟღავნებთ მათ მსოფლიოსთვის, თუ პრეზიდენტი თავად არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რაც მისი უფლებაა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის. კუბა პრეზიდენტო ყველაფერს დაარღვევდა. გააგზავნიდა ნავთობს კუბაში, მაგრამ ეხლა ის საშუალებას აძლევს ამ რუსულ ტანკერს წავიდეს კუბაში. ეს პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს, თუ ის მზად არის, რომ მეტი ტანკერი შევიდეს კუბაში. ეს პოლიტიკის ცვლილება არ არის, სანქციების პოლიტიკაში ფორმალური ცვლილება არ ყოფილა. როგორც პრეზიდენტმა გუშინ ღამით თქვა, ჩვენ დაუშვით ამ გემის კუბაში შესვლა, რათა კუბელი ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ეს გადაწყვეტილებები თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე მიიღება. როგორც ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, კუბის არამოქმედი ეკონომიკა ვერ გამოსწორდება. თუ ისინი არ განიცდიან დრამატულ ცვლილებებს პოლიტიკასა და ხელმძღვანელობაში, მაგრამ სანქციების პოლიტიკის მიმართ არანაირი ფორმალური ცვლილება არ ყოფილა. ამიტომ შეგვიძლია ველოდოთ, რომ კიდევ მეტი ნავთობის ტანკერი წავა კუბაში. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებები თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე მიიღება. Obrigada, Carolina. დაუბრუნდეთ იმას, რაც გახსნაში თქვით, აშერიქოსა და ირანს შორის წინააღმდეგობრივი გზავნილების შესახებ. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის. და როგორც აღნიშნეთ, მან თქვა, რომ ირანი დათანხმდა 15 პუნქტიდან უმეტესობას. ახლახან ირანისგან მოვისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და წინადადებას გადაჭარბებულად და არარეალურად მიიჩნევენ. მაშინ როგორ ხსნით ამას, როგორ ხსნით ამ განსხვავებას მათ შორის? მე ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი საკმარისად ჭკვიანია, რომ არ დაიჯეროს ტერორისტული რეჟიმის სიტყვა, რომელიც უკვე 47 წელი აყვირის სიკვდილი ამერიკას.
და იმედი მაქვს, რომ ამ ოთახში მყოფი ჟურნალისტები საკმარისად ბრძენი არიან, რომ არ დაიჯერონ ირანის რეჟიმის, რომელმაც არაერთხელ იცრუა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ღირებულებებზე ყველას შესახებ. ამ ოთახში გულახდილად რომ თქვა თითქმის 5-10 წლეულის განმავლობაში, ასე რომ ფიქრობ ამერიკელი საზოგადოება საკმარისად ჭკვიანია, რომ ეს გაიგოს. რაც შეეხება მიზნებს თქვენ აჩვენეთ, მაგრამ პრეზიდენტმა ვადა 6 აპრილამდე დააწესა, სულ 1 კვირაა დარჩენილი. პრეზიდენტს რა უნდა ნახოს, რომ ამ დარტყმების გაგრძელება 6 აპრილამდე არ გადაწყვიტოს? მან ეს დღესდღეობით Truth Social-ზე გამოაქვეყნა. ის მომდევნო 10 დღეში შეთანხმებას ითხოვს. ეს ვადები იწურება, რამდენიმე დღე დარჩა და ვნახავთ. არ ვიჩქარებ, ვნახავთ რა მოხდება 10 დღის ბოლოს. მადლობთ. ერთი ირანზე და მეორე გაფიცვაზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი ვინც უფრო გონივრულ რეჟიმთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ ეხლა ასობით სპეციალური ოპერაციების ძალა, როგორიცაა Navy SEALs-ი და არმიის რეინჯერები, ახლო აღმოსავლეთში გარდა იმ ათასობითისა, რომლებიც უკვე გაგზავნილია. ის ცდილობს დაასრულოს ან გაამწვავოს კონფლიქტი. პრეზიდენტი კონცენტრირებულია ოპერაცია ეპიკური რისხვის მიზნების მიღწევაზე, იმ ძალებთან მიმართებაში, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ადგილზე იმყოფებიან. პენტაგონის ფუნქცია მაქსიმალურად ბევრი ვარიანტის შექმნა მთავარსარდლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს დამატებითი გადაწყვეტილებები მიუღია. კიდევ ერთხელ ის კვლავ კონცენტრირებულია იმაზე, რომ პენტაგონმა გააგრძელოს ოპერაციის მიზნების მიღწევა, რომელიც 30 დღის წინ დაიწყო და ჩვენ კარგად მივდივართ ამ მიმართულებით. თუ ამერიკელი სახლში ისმენს მის სიტყვებს, რომ საუბარი სურს, მაგრამ ხედავს ჯარების გაგზავნას რეგიონში, რას უნდა ფიქრობდეს ეს ადამიანი იქ მიმდინარე მოვლენებზე? აქ ორი გზა არსებობს. პრეზიდენტს ყოველთვის უთქვამს, რომ დიპლომატია მისი მთავარი არჩევანი და პრიორიტეტია. კიდევ ერთხელ მან გულწრფელად კეთილი ნებით სცადა დიპლომატიაში ჩართვა ირანის რეჟიმთან. ჯერ კიდევ ამ ოპერაციის დაწყებამდე მას სურდა შეთანხმების მიღწევა და თავისი მთავარი მომლაპარაკებლები გაგზავნა. ამისთვის მათ დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეს შეთანხმების მისაღწევად და სამწუხაროდ წინა რეჟიმმა ამ ლიდერებიდან ბევრი ჩვენთან აღარ არის, რადგან მათ შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს. Ações militares dos Estados Unidos. Assim, თუ შეთანხმების შანსი არსებობს, ვიმეორებ, პრეზიდენტი კვლავ ღიაა. მაგრამ ყურადღების გადატანის გარეშე იმ სამხედრო მიზნებზე, რომლებიც 30 დღის წინ დადგინდა და რომლებსაც ჩვენი ძალები ყოველდღიურად აღწევენ. სამთავრობო დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას, მან გასულ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ეროვნული საგანგებო მდგომარეობის ბრძანებას, რაც უზრუნველყოფს, რომ TSA-ის აგენტები მიიღებენ ანაზღაურებას. მაგრამ BHS-ის სხვა სამოქალაქო თანამშრომლები კვლავ ანაზღაურების გარეშე რჩებიან. ისიც რამეს თუ მოაწერს ხელს, რომ მადაც აუნაზღაურდეთ, ასევე. ნახეთ, პრეზიდენტი ყოველთვის ეცდება გზების პოვნას, რათა უზრუნველყოს, რომ ამერიკელი ხალხი იყოს უზრუნველყოფილი და გააკეთებს იმას, რაც მათთვის სწორია. მაგრამ სასაცილოა, რომ მას უწევს იურიდიულ გუნდთან და ბიუჯეტის მართვის ოფისთან მუშაობა იმისთვის, რომ ეს რესურსები იპოვოს. ეს კონგრესის ფუნქცია და აფინანსოს ეს სააგენტოები და კონგრესში დემოკრატებმა უკვე 7-ჯერ მისცეს ხმა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების წინააღმდეგ. კონგრესმა უნდა მისცეს ხმა და მოაგვაროს ეს საკითხი. პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავიდან აიცილოს. ეს აკრიზი ეგზისტენციალ კისტავ დასაც ხედავთ ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში, რაც მხოლოდ გააუარესებდა სიტუაციას. და სწორედ ამიტომ უნდა რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს. მადლობა კაროლინ, რადგან ახსენე. მოგაკითხავ. საუბრისას აღდგომასა და ლოცვებზე მინდა შენი აზრი გავიგო პაპის განცხადებაზე. პაპი პიუსი გუშინ თქვა, რომ ღმერთი არ ისმენს იმ ადამიანების ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს. შეგიძლია დააკომენტარო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერი დაარსდა თითქმის 250 წლის წინ, იუდეურ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებით. და ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტები, ვიხილეთ ომის დეპარტამენტის ლიდერები და ვიხილეთ ჩვენი ჯარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში ლოცვას მიმართავდნენ. და მე არ ვფიქრობ, რომ რამე არასწორია ჩვენს სამხედრო ლიდერებში ან პრეზიდენტში, რომელიც ამერიკელ ხალხს მოუწოდებს ილოცონ ჩვენი სამხედროებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. სინამდვილეში ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული საქციელია. და თუ ბევრ სამხედრო პირს ესაუბრებით, ისინი გეტყვიან, რომ აფასებენ ლოცვებს და მთავარსარდლისა და მისი კაბინეტის მხარდაჭერას. კაროლინ, მადლობა. პრეზიდენტმა ტრამპმა ნიუ-იორკ პოსტთან განაცხადა, რომ თეირანის თავდასხმაზე, რომელიც ისრაელის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეეხო, პასუხი მალე იქნება გაცემული. არსებობს ამისთვის დროის გეგმა. ეს დაკავშირებულია მოლაპარაკებების წარმატებასთან თუ არა? არა, პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით თქვენთვის განახლება არ მაქვს. მთავრობა ფიქრობს, რომ ირანს რევოლუციური გვარდია აკონტროლებს. კარგი, ნახეთ, როგორც მდივანმა რუბიომ თქვა, დღეს ხელმძღვანელობა ძალიან ფრაგმენტულია. სინამდვილეში ჩვენ გამოვრთეთ მათი შიდა საკომუნიკაციო სისტემები და ეს დიპლომატიური პროცესის ნაწილია. უნდა გავარკვიოთ ზუსტად ვინ არის ხელმძღვანელი.
ვიცი რომ ახალი აიათოლა დანიშნეს, ბევრი არაფერი მსმენია მასზე. კარგი, ეს ახლა მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ნაწილია. კაროლინ, კიდევ რამდენიმე მინდა უბრალოდ ერთი მადლობა, თქვენ წარმოადგინეთ ჰუმანიტარული მიზეზები. აღწერილი იყო იმისთვის, რომ იმ ნავთობის ტანკერს კუბამდე მიეღწია. უბრალოდ ერთი საკითხის გასარკვევად. რატომ დათანხმდა მთავრობა, რომ რუსეთს ნავთობი კონკრეტულად კუბისთვის გაეგზავნა და არა სხვა მიმართულებებით? მოხედეთ, ეს გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში ცალკე მიიღება ჰუმანიტარული ან მსგავსი მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენი სანქციების პოლიტიკაში ცვლილება არ ყოფილა. მექსიკის პრეზიდენტმა შეინბაუმმა თქვა, რომ მექსიკა სწავლობს, როგორ განაახოს ამ მიწოდებებიდან ზოგი კუბისთვის. მთავრობა ამას ეთანხმება. ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენი სანქციების პოლიტიკაში ცვლილება არ ყოფილა. ჩვენ კვლავ ვიტოვებთ უფლებას თუ ეს კანონიერად დასაშვებია. დავაკავოთ გემები, რომლებიც კუბისკენ მიემართებიან და არ ღვევენ იამილვაის სანქციებს. მაგრამ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და მთავრობაც იტოვებენ უფლებას თითოეულ შემთხვევაში უარი თქვან ამ დაყადაღებებზე. უბრალოდ რომ განმარტო. კიდევ რუსულ ნავთობზიდებს ნება მიეცემათ კუბაში ჩასვლა. ახლა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ რუსეთისთვის მწვანე შუქი თითქმის გარანტირებულია. არა, ასე არ მithქვამს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. კაროლინ, რა თქმა უნდა, ჯებს შეუძლია კარგად ახსნას. სხვა თემაზე გადავიდეთ. პრეზიდენტი ყოველთვის ესწრებოდა სეპაკს, მაგრამ წელს ასე არ მოიქცა, რადგან ას შეუტევია და სჯერა, რომ სეპაკი ნაკლებად აქტუალური ხდება. არა, მე არ ვფიქრობ, რომ ის ასე ფიქრობს საერთოდ. სინამდვილეში მას ძალიან უყვარს სეპაკი და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს იმ შესანიშნავ ადამიანებთან, ვინც მას აწყობს, მერსედესთან და მაჩვაფთან. ეს მხოლოდ განრიგის გამო იყო წელს, რადგან ღონისძიება ტეხასში გაიმართა. პრეზიდენტის განრიგისა და მისი მიმდინარე ვალდებულებების გამო უკეთესი იყო, რომ კაროლინაში არ წასულიყო. მიგელი. მადლობთ. თუ ირანთან შეთანხმება დასრულდება, როგორც ზერო და კაუზა, ისინი დაიცავენ თავიანთ მოლაპარაკების პარტნიორებს, რათა განახორციელონ პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა. ეს არის ის, რასაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განიხილავს. დღეს არაფერი მაქვს სათქმელი. აღმოსავლეთ კაროლინა. საცეკვაო დარბაზი გითხარით მეტი ამ უზარმაზარ სამხედრო კომპლექსზე, ახალი საპრეზიდენტო დარბაზის ქვეშ. სინამდვილეში ამაზე მეტი არაფერი შემიძლია გითხრათ, თუმცა სამხედროები გარკვეულ გაუმჯობესებებს ახორციელებენ თავიანთ ობიექტებში თეთრ სახლში. და ამ ეტაპზე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ მეტი დეტალი მოგაწოდოთ ამ საკითხზე. რეიგან გისმენთ. გმადლობ კაროლინ. ერთი ახლო აღმოსავლეთზე და მეორე ანტიფაზე. ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ კარდინალ პუტრარას შეეძლება პალმის კვირის დღესასწაულის ჩატარება წმინდა საფლავის ეკლესიაში. მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ისრაელის პოლიციამ ხელი შეუშალა ადმინისტრაციიდან ან პრეზიდენტმა დაუკავშირდა ისრაელის ხელისუფლებას, რათა კარდინალს ამ საკითხში დახმარება გაეციათ. კარგი, დღეს დილით მდივან რუბიოსთან ვისაუბრე და ისრაელს ჩვენი შეშფოთება გაუზიარეთ. რაც შეეხება ამ წმინდა ადგილების დახურვას, ჩვენ გვინდა რომ მორწმუნეებს ჰქონდეთ ცდომა ამ წმინდა ადგილებზე. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია და გვესმის, რომ ისრაელი მუშაობს ამ უსაფრთხოების ზომებზე, რათა ვნების კვირაში ეს ადგილები კვლავ გახსნას და ამას ჩვენ ვაფასებთ. რა თქმა უნდა, ტეხასში 9 ადამიანი ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავე ცნეს შიდა ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებში, რომლებიც ანტიფას უკავშირდება. თეთრმა სახლმა უკვე აღნიშნა, რომ იძიებს ანტიფას, ვინ აფინანსებს მას, ვინ ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თქვენ ფიქრობთ, რომ ანტიფას წევრების მიმართ კიდევ ვიხილავთ ბრალდებებს? კარგი. ვიცი რომ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სააგენტოების მონაწილეობით ანტიფას საფრთხეზე კონცენტრირებისთვის, როგორც იცით, პრეზიდენტმა ის შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სწორადაც და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის გამოძიებას. ამ კონკრეტულ გამოძიებებზე ახლა განახლებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სიამოვნებით ვთხოვთ ჩემს გუნდს, დღესვე მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რადგან ეს საკითხი პრეზიდენტისთვის და მისი შიდა პოლიტიკის დღის წესრიდისთვის უმნიშვნელოვანესია. კარინე, ჯეჯე. ერთი კითხვა სახმელეთო ნაღმებზე. არსებობს ცნობები, რომ ამერიკაში წარმოებული სახმელეთო ნაღმები აღმოჩენილია ირანის ტერიტორიაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა მისცა ნება ამერიკული სახმელეთო ნაღმების გამოყენებას ირანში. ამ ანგარიშზე დღეს კომენტარი არ მაქვს. კარინე. კომენტარები მაქვს. კარინე, გამარჯობა. ორი კითხვა DHS-ზე. თქვი რომ პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდებს დაბრუნდნენ ვაშინგტონში. შენ თვითონ თქვი რომ კომენტარები მაქვს. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა. უნდა გახსოვდეს თქვა რომ თეთრ სახლში დიდ სააღდგომო ვახშამს გამართავს. თუ კონგრესი დემოკრატებს ამ საკითხში დაუპირისპირდება, ეს აუცილებელია, რადგან კიდევ ერთხელ დემოკრატიული პარტია ცდება. 7-ჯერ მისცეს ხმა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების წინააღმდეგ, რაც სრულიად აბსურდულია. იმ ყველაფრის ფონზე, რაც ახლა ხდება. მამაცი კაცები და ქალები, რომლებიც DHS-ში იმსახურებენ თავიანთ ხელფასებს. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ასე იყოს და უნდა რომ კონგრესი დაბრუნდეს და ეს საკითხი მოაგვაროს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის მართლა.
გმადლობთ.